17 ქვეყნის ეს განცხადება არის ძალიან მკაცრი გზავნილი საქართველოს ეგრეთ წოდებული ხელისუფლებისთვის და პირდაპირ ნათქვამი, რომ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები არ შეეგუებიან იმას, რაც ახლა საქართველოში ხდება, არ შეეგუებიან საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის დაკარგვას, პოლიტიკურ პარტიებს, პოლიტიკურ დევნას, მოქალაქეების დასახიჩრებას, რასაც აკეთებს ქართული ოცნება და ყველა იმ რეპრესიას, რომელიც ახლა ხორციელდება ამ ქვეყანაში და წესით, ეგრეთ წოდებული ხელისუფლებისთვის საერთოდ რამე ახლოს და კავშირში ადეკვატურობასთან რომ იყვნენ, ეს განცხადება მათთვის უნდა იყოს სიგნალი, იმიტომ რომ ამ განცხადების შემდეგ ეს არის სანქციები, რომელიც იქნება მიმართული ქართული ოცნების თითოეული ლიდერისკენ და არა მხოლოდ ქართული ოცნების ლიდერისკენ, ყველა იმ ადამიანისკენ, ვინც ახლა რაღაცა ფორმით ამ რეჟიმს აძლევს შესაძლებლობას, რომ რაღაცნაირად იდგეს. მეორე მხრივ საყურადღებოა, რომ ეს არის ფაქტობრივად საქართველოს ისტორიაში პირველი შემთხვევა, როდესაც ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები 17 ქვეყანა, რომელიც პასუხისმგებელია მათ შორის ევროპულ პოლიტიკაზე, პირდაპირ ამბობს, რომ შეიცვალა საქართველოს კურსი. პირდაპირ ამბობს, რომ საქართველო არ არის დემოკრატიული ქვეყანა. პირდაპირ საუბრობს რუსულ გავლენებზე ამ ქვეყანაში და საუბრობს იმაზე, რომ საქართველომ შეიცვალა 2012 წლის შემდეგ კურსი ევროპიდან რუსეთისკენ. შესაბამისად, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ საერთოდ ადეკვატურობასთან ახლოს რომ იყოს ეს ხელისუფლება, მისთვის ეს უნდა იყოს ძალიან მკაფიო და მნიშვნელოვანი სიგნალი, რომ ეს განცხადება არის წინაპირობა მათ შორის იმ მკაცრი ნაბიჯების, რომელიც აუცილებლად ექნება ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებს ქართული ოცნების მისამართი. ამ თემასთან დაკავშირებით გაგიცხოთ, ქართული ოცნების პოლიტსაბჭომ გააკეთა განცხადება. თქვენ როგორ შეაფასებით, არის თუ არა ეს 17 ქვეყნის ეს დამოკიდებულება სამართლო და პასუხზე რა სიტყვით ქართული ერთად deep state ამ ქვეყანაში თუ ვინმე შეიძლება იყოს, ეს არის ბიძინა ივანიშვილი. ეს განცხადება ქართული ოცნების პოლიტიკური საბჭოსი არის წარმოუდგენლად შემზარავი იმ მიმართულებით, რომ კიდევ ერთხელ ანახებს რა ავადმყოფების და კრიმინალების ხელში არის ეს ქვეყანა, რომელიც ამ ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების ინტერესის საკითხებს ათამაშებენ საკუთარი პიროვნული ინტერესების შესაბამისად და რამხელა საფრთხე არის ამ ქვეყნისთვის, რომ აი ეს კრიმინალების ბანდა ბიძინა ივანიშვილის მეთაურობით მართავენ ამ ქვეყანას. აი ეს განცხადება შეიძლება გაკეთდეს ერთადერთი ამ ეგრეთ წოდებულ განცხადებასთან დაკავშირებით, იმიტომ რომ ამ ადამიანებს ზუსტად აქვთ წარმოდგენილი და იციან რას ნიშნავს, როდესაც 17 ევროპული ქვეყანა აკეთებს გავს განცხადებას და მოუწოდებს ხელისუფლებას, რომ დაუბრუნდეს ევროპული ინტეგრაციის გზას. რას ნიშნავს, როდესაც 17 ევროპული ქვეყანა საუბრობს იმაზე, რომ ამ ქვეყანაში არის რეპრესიები და არიან პოლიტიკური პატიმრები. საუბრობენ რუსულ გავლენებზე და ზოგადად რას ნიშნავს, რომ 17 ევროპული ქვეყანა ამბობს, რომ საქართველოში არის ფაქტობრივად დიქტატორული რეჟიმი. ძალიან კარგად იციან ეს მათ შორის იმ ადამიანებმა, ვინც ეს განცხადება დაწერეს და გაავრცელეს და ტრაგიკულია, რომ ამ ძალიან მნიშვნელოვან დროს და ისტორიულად მნიშვნელოვან პერიოდში ამ ქვეყნისთვის, როდესაც ჩვენ გვაქვს შესაძლებლობის ფანჯარა გახსნილი ევროპელებთან, რომელიც შეიძლება 10 წლების განმავლობაში არ ქონოდა ამ ქვეყანას, აი ახლა ხელისუფლებაში არიან ადამიანები, რომლისთვისაც ამ ქვეყნის ეროვნული ინტერესი არ არსებობს და არსებობს მხოლოდ პირადი ინტერესი და რუსული გავლენები. ევროპა ამობენ ევროპულ კურსს განიცდის პარტიას შინძოებას გამხდარებს ნებისმიერ ევროპულ ქვეყანასთან თანამშრომლობას, რომელსაც საქართველოსთან სამართლიანი თანამშრომლობა სურს. თქვენ როგორ აფასებთ და ზოგადად ამ განცხადებებს და რა შეიძლება რომ მოგვეს აი ამ განცხადებებს, როგორ ხედავთ ამ ქართული ოცნება არის უტიფრების, მოღალატეების პარტია ერთი და არის უტიფრების პარტია, რომელსაც შეუძლია იმ მოწოდების შემდეგ, რაც გააკეთა ჩვენმა ევროპელმა პარტნიორებმა, შემდეგ უპასუხოს ის, რაც უპასუხეს, მაგრამ მათ რეალურად სხვა გზა არ აქვთ. როდესაც იწყებ რუსული გავლენების გაძლიერებას ქვეყანაში, როდესაც იწყებ რუსულ თამაშს და როდესაც ატარებ რუსულ ინტერესს, მე უკან დასახევი გზა რეალურად არ რჩება. ამიტომაც ამ ფაზაში არის ახლა ქართული ოცნება, როდესაც მათ შორის ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებს ამ ტონით პასუხობს, იმიტომ რომ ერთადერთი, ვინც საქართველოს საშინაო საქმეებში ერევა და ერეოდა ყოველთვის ისტორიულად, ეს იყო რუსეთი.
არც ერთი ევროპული ქვეყანა არასოდეს არ ჩარეულა საქართველოს საშინაო საქმეებში. ყველა ევროპული ქვეყანა საქართველოს დამოუკიდებლობიდან დღემდე იხმარებოდა დამოუკიდებლობის და თავისუფლების გამტკიცებაში. მე მინდა ვკითხოთ არჩევნები. შეიძლება გავაშრებოთ ნაციონალური მოძრაობის პოზიცია, ვიცით რომ მოიკოჩო ცხადად არჩევნებს და არ მეგობრებოდ მოძრაობს და შემდეგ ცალკე ვკითხავთ უკვე ახალს და ლევას. 3 დღის ჯერათა რეგისტრაცია და რომელზეც შევსაუბრეთ რა. 3 დღე რატო რჩება? 3 დღის რეგისტრაცია. 5 აგვისტომდეა რეგისტრაცია. არა, 5 აგვისტომდეა, ხო. ამ ქვეყანაში არსებობს არანაირი არჩევნები, არსებობს რუსული სპეცოპერაცია. შესაბამისად, რუსულ სპეცოპერაციაში მონაწილეობა ჩვენთვის არის კატეგორიულად მიუღებელი. შესაბამისად, ჩვენი თავარი განაცხადი არის არ თანამშრომლობა რეჟიმთან. არ თანამშრომლობა რეჟიმთან ნიშნავს იმას, რომ ბიძინა ივანიშვილს არ შეყვა იმ თამაშის წესებში, რა თამაშის წესებსაც თვითონ ადგას. ამიტომაც ჩვენ ამ გადაწყვეტილების ერთგული ვრჩებით და თვლით, რომ ნებისმიერი, რომელიც მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ ამ რუსულ სპეცოპერაციაში შეყვეს, აუცილებლად მიიღებს პასუხს, მათ შორის საკუთარი ამომრჩევლისგან, პოლიტიკური წრეებისგან, თორე ჩვენ ვთვლით, აი ამ პირობებში, რა მდგომარეობაშიც ეხლა ვართ, განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც ბოლო დღეებში 17 ევროპული ქვეყნის ეს განცხადება გავრცელდა, რამდენიმე დღის წინ იყო ევროპული რეზოლუცია, სადაც პირდაპირ მიეთითა, რომ არანაირი არჩევნები ამ ქვეყანაში არ არსებობს და ეს არის ძალიან გამონაკლისი შემთხვევა, როდესაც ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები ასე პირდაპირ ამბობენ არჩევნებთან დაკავშირებით, ამ რეზოლუციით კიდევ ერთხელ იქნა აღიარებული, რომ ამ ქვეყანაში არ არსებობს არანაირი არჩევნები, შესაბამისად ეს მოახლოებული ეგრეთ წოდებული არჩევნებიც ვერ შეიძლება ვერანაირ არჩევნებად. ეს არის რუსული სპეცოპერაცია. სხვადასხვა ამავე რეზოლუციაში ძალიან მკაფიოდ იქნა ნათქვამი, რომ 2012 წელს ნაციონალური მოძრაობის და მიხეილ სააკაშვილის ძალიან დიდი ძალისხმევა ევროპული ინტეგრაციის საკითხში 13 წლის შემდეგ მმართველობის ქართულმა ოცნებამ უდიდესი რისკის ქვეშ დააყენა. აი ამ ყველა მოცემულობის გათვალისწინებით, თუნდაც ბოლო დღეების, რაც ახლა ჩამოთვალეთ, რომ მიგვაჩნია კატეგორიულად დაუშვებლად რუსულ სპეცოპერაციაში მონაწილეობა და ყველა იმ ადამიანმა, ვინც ამაში მონაწილეობას მიიღებს, უნდა იცოდეს, რომ ამაზე პასუხისმგებლობა დაეკისრება. კახარია როგორც ცნობილია, უარყოფს ნაციონალურ მოძრაობასთან თანამშრომლობას, მაშინ როდესაც ამ დროზე გაქვთ კოალიციები რეგიონებში, რომელსაც თქვენი შეფასება რატომ არ აღიარებს კახარია? ჩვენ მე არ ვიცი, ეს თვითონ უნდა კითხოთ კახარიას, ჩვენ აღფრთოვანებული ნამდვილად არა ვართ ამ ფაქტით, რომ ეს კოალიციები მუნიციპალიტეტებში არის ნამდვილად, მიუხედავად იმისა, რომ ეს არის ტექნიკური კოალიციები, რეალურად ეს კოალიციები არსებობს. და შესაბამისად ეს არ ვიცი, თვითონ უნდა კითხოთ, ჩვენთვის ეს არის მეასე ხარისხოვანი ამბავი, რაც იძახის კახარია და რაც იძახიან კახარიას გუნდის წევრები. მაგრამ მარტივად რომ მიხვიდეთ ახლა ნებისმიერ მაგ მუნიციპალიტეტში ნახავთ, ამიტომაც ბატონმა კახარიამ კეთილი უნდა ინებოს და პოზა კი უჭირავს რაღაცეების, რომ ვითომ რაღაცები არ იცის და ვითომ რაღაცები ესე არ არის. თუ უნდა პასუხს ნაცებს ახსენებს, თუ პასუხების მოსმენა უნდა, მაშინ პასუხებს მიიღებს. და ჩვენი პასუხი ამ ტექნიკურ კოალიციებთან დაკავშირებით აქ უნდა ისმოდეს ძალიან კარგად ამომრჩევლს. ჩვენ გვქონდა ორი მოცემულობა მაშინ. ან ქართული ოცნების უნდა ყოფილიყო საკრებულო, ანუ საკრებულო უნდა დაშლილიყო და ხელახალი არჩევნები უნდა ყოფილიყო. ხელახალი არჩევნები ნიშნავდა იმას, რომ ქართულ ოცნებას ექნებოდა უპირატესობა შუალედურ არჩევნებზე, ან მეორე იყო, რომ ჩვენ აი ესე იძულებით, მიუხედავად იმისა, რომ ამით აღფრთოვანებული არ ვიყავით, ეს ტექნიკური კოალიცია შეგვექმნა კახარიასის და რო არა ჩვენ ნაციონალური მოძრაობა კახარიას ვერ ეყოლებოდა ვერც ერთ მუნიციპალიტეტში, ვერც საკრებულოს თავმჯდომარე, ვერ ეყოლებოდა ვერც მაღალი თანამდებობის პირები. არ ვიცი, ეს თვითონ უნდა კითხოთ, ჩემი ინტერესის მიღმა არის, რას ფიქრობს კახარია. მე გესაუბრებით ფაქტზე. თუ ფაქტების გადამოწება გინდათ, ფაქტების გადამოწება არის ეს, რომ ვერც ერთი საკრებულოს თავმჯდომარე და მოადგილე კახარიას ვერ ეყოლებოდა თავის დროზე ნაციონალური მოძრაობას ეს ტექნიკური კოალიცია რო არ ქონოდა მუნიციპალიტეტში. ცხადია ეს თქვენ თვითონ მიდით ზუგდიდში და იკითხეთ, აბა როგორ საკრებულოს თავმჯდომარე ვინც ყავს, ვისი ხმებით არის საკრებულოს თავმჯდომარე, როგორ გახდა? კითხეთ და გიპასუხებთ. მაგრამ ეხლა კახარიასთან მიმართებაში ჩვენ ქართული ოცნების ლიდერი რო იყო და როგორც ქართული ოცნება ეძახდა სუპერძალოვან მინის ტიპრობით და ტყუილებით, ეს ახალი არ არის. კახარიას სტილია ჯერ კიდე ქართულ ოცნებაში რო იყო და ეხლა ოპოზიციაში რომ არის და საერთოდ არ აღნიშნავდი ჩვენთვის ეს არის მეასე ხარისხოვანი, ეს არის
იყო ტექნიკური კოალიცია, როდესაც ჩვენ არ მივეცით შესაძლებლობა ქართულ ოცნებას, რომ ქართული ოცნების გამხდარიყო ეგ საკრებულო რეალურად. ჩვენთვის ეს საკითხი არის ინტერესს მიიღმა, მაგრამ როდესაც ბატონი გახარია გამოდის კიდევ ერთხელ მეორებ და გამოირჩევა რიტორიკით ნაციონალური მოძრაობის წინააღმდეგ, მაშინ უნდა იცოდეს, რომ ამ პასუხს აუცილებლად მიიღეს და მოქალაქეების სულელები არ არიან და იმ მუნიციპალიტეტებში, სადაც იძახის, რომ არ არის კოალიცია, იმ მოქალაქეებს ვერ მოატყუებს იმით, რაც რეალურად არის და ასევე მე მინდა გამოვეხმაურო გუშინ მისმა პარტიის წევრმა გააკეთა ლევან გოგიჩაიშვილმა ესეთი განცხადება, რომ რაღაცა ტრენდი არისო, რომ ყველა ციხეში მიდისო იმ პოლიტიკურ ლიდერებზე, რომლებიც ციხეში წავიდნენ. და ამ ადამიანს მინდა უპასუხო კიდევ ერთხელ, რომ რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში, თავისუფლებისთვის ბრძოლაში ამ ქვეყნით ციხეში წასვლა და რეჟიმთან არ თანამშრომლობა, ეს ნამდვილად არის საამაყო და ეს ნამდვილად არის აღსანიშნავი ამ პოლიტიკური ლიდერების მხრიდან. და ლევან გოგიჩაიშვილი თვითონ ნაციონალური მოძრაობის დროს ციხეში იჯდა და დაკავებული იყო ადამიანის დაჭერის გამო. ესეც ფაქტია, ამიტომაც მესმის კარგად რომ ლევან გოგიჩაიშვილისთვის შეიძლება მნიშვნელოვანი არ არის ამ ქვეყნის თავისუფლებისთვის რომ იბრძოდა ციხეში ესე რომ მიდიხარ რუსების ციხეში იმის გამო რომ არ თანამშრომლობ რეჟიმთან. მაგრამ ლევან გოგიჩაიშვილი თვითონ როგორც ადამიანი თავის დროზე კიდევ ერთხელ ვიმეორებ ნაციონალურ მოძრაობას დაკავებული ყავდა ადამიანის სასიკვდილო დაჭრის გამო, ბეწვზე გადარჩა ეგ ადამიანი და შემდეგ როგორ იჩალიჩა პოლიტიკური სტატუსი ქალბატონი ბესელიასგან და ნანა კაკაბაძისგან, შეგიძლიათ თქვენ თვითონ მოკითხოთ და როგორ გამოვიდა პოლიტიკური პატიმრის სტატუსი. მე მინდა კითხოთ ისევ კახალიას და უშუალოდ იდეის პოზიციაზე რომ იღებენ მონაწილეობას არჩევნებში. კიდევ ერთხელ რომ შეგვიფასოთ, უშუალოდ მათი მონაწილეობა. ჩვენ თქვით, ჩვენ განმოწიეთ ეს რეგისტრაცია. ანუ 17 ეს ახალია? არა, ნახეთ, შეიძლება რაღაცა იქ გასაკეთო, იმიტომ რომ მანდ არის ერთი არის ნომრის რეგისტრაცია, საერთოდ სხვა რაღაცა არის. ნახე როგორ არის რამდენიმე პროცედურა არის და მაგიტომ უნდა ის რა ქვია, ნახეთ, ერთი არის ნომრის რეგისტრაცია და არჩევნებში საერთოდ სხვა რაღაცა არის. მეორე არის სიების წარდგენა და კანდიდატების წარდგენა და საბოლოო რეგისტრაცია კიდე ხო ეს ტექნიკური ამბავი არის, ნახეთ, ნომერთან დაკავშირებით არის ძალიან ტექნიკური ამბავი და იქ მეორე უფრო მნიშვნელოვანი ეს არის, ხო? ამასთან დაკავშირებით ჩვენ არაერთხელ გვაქვს გაცხადებული და კიდევ ერთხელ ვიმეორებ ჩვენ თვით რომ რუსულ სპეცოპერაციაში მონაწილეობა არის დაუშვებელი და არის ღალატის ტოლფასი. განსაკუთრებით იმ ევროპული რეზოლუციის შემდეგ, რომელიც ბოლო დღეებში 490 ხმით მიიღეს ჩვენმა საერთაშორისო პარტნიორებმა და პირდაპირ ჩაწერეს, რომ არანაირი არჩევნები ამ ქვეყანაში არ არსებობს. როცა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები გეუბნებიან, რომ ამ ქვეყანაში არ არსებობს არჩევნები. როდესაც საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობა გეუბნება, რომ არ უნდა მიიღო რუსულ სპეცოპერაციაში მონაწილეობა და კვლევებით ეს არის 80%-ზე მეტი. როდესაც ჩვენი პარტნიორები, რომლებსაც ჩვენთვის მხოლოდ კარგი უნდათ გეუბნებიან, რომ ეს არის უფრთხილში გადაჭრა, მაშინ ჩვენთვის გაუგებარია, რა ძალა უნდა გადგეს, რომ საკუთარი თავის კაპიტულაციას მოაწერო ხელი. ამიტომაც მე იმედი მაქვს, რომ ლელოსთან მიმართებაში ჯერ კიდევ დარჩენილ დროში რაღაცებს მაინც გადააფასებს და ამის უნარი ეყოფა და მიიღებს იმ გადაწყვეტილებას, რა გადაწყვეტილებაც არის მნიშვნელოვანი რუსული რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში. თუ არა და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მათ უნდა იცოდნენ, რომ ისინი მათ შორის ამ გადაწყვეტილების ფასს გადაიხდიან საკუთარ ამომრჩევლში და პოლიტიკურ წრეებში. იმიტომ რომ ჩვენ არ ვართ იმ ეტაპზე, როდესაც ვიღაცების ხათრის გამო რაღაცებზე თვალი უნდა დავხუჭოთ და რაღაცები არ უნდა ვთქვათ. ჩვენ ცალსახად ამ რუსულ სპეცოპერაციაში მონაწილეობას ვაფასებთ, როგორც ღალატს. გოგიჩაიშვილს მოკითხეთ, როგორ გამოვიდა პოლიტიკური პატიმრის სტატუსი, არ გაინტერესებს? ნაციონალური მოძრაობის დროს დაკავებული იყო ადამიანის დაჭრის გამო. და კითხეთ, აბა, რანაირად გამოვიდა. არ ვიცი, ხალხო თვითონ უნდა კითხა, დებილი გონია საქართველოს მოქალაქეებს, ჩვენ ეს არასოდეს არ გვიუარყვია. ახლა როგორ უნდა გვიუარყოთ? ეს ფაქტი იყო შემდგარი ფაქტი, საჯარო გაშუქდა, ანუ ამის უარყოფა არის სიგიჟე. მიუხედავად იმისა, რომ მაშინ ეს გადაწყვეტილება რომ მივიღეთ, ეს გადაწყვეტილება იყო უმძიმესი, ერთ-ერთი ყველაზე მძიმე გადაწყვეტილება ჩვენთვის. იმიტომ რომ ჩვენ აი წარმოუდგენლად შინაგანად წინააღმდეგი ვიყავით ამ ყველაფრის, მაგრამ ორი მოცემულობა იდგა.
ან საკრებულოთან მაშინ ხო ისე გააკეთა ოცნებამ რომ ზუგდიდშიც გამარჯვებული ვიყავით და ბათუმშიც და გახსოვთ ეს ფუტკარაძე რომ მოკლეს ადამიანი გადაბირება რომ უნდა და მაგას რომ დააკვდა და მეორე ზუგდიდში ეს მაჟორიტარი რომ წაგვართვეს ოფიციალურად. შესაბამისად დააყენეს ის მოცემულობა რომ იქ სადაც ერთმნიშვნელოვნად ნაციონალური მოძრაობა იყო გამარჯვებული ქართულმა ოცნებამ ყველგან ერთი მაჟორიტარი დაგვაკლო იმისთვის რომ უმრავლესობა არ ქონოდა. ამის შემდეგ ორი არჩევანი რჩებოდა. ან საკრებულო უნდა დაშლილიყო და დაშლა საკრებულოს ქართულ ოცნებას აწყობდა. ან უნდა ყოფილიყო მეორე რომ ჩვენ ყოფილიყავით ტექნიკურ კოალიციაში. ჩვენ კი არა ახლები უფრო არიან ახლა, იმიტომ რომ მაგ ადამიანის უმრავლესობა მე შიდა გაყოფების დროს რო იცოდეთ, გადავიდნენ ახლებში. ამიტომაც დღეს რეალურად მას მაგალითად ზუგდიდშიც რო ნახოთ, კოალიცია მიუხედავად იმისა, რომ ყველა ერთად ვიყავით თავიდან, ეხა მას კოალიცია ოფიციალურად აქვს მათთან რა ქვია ახლებთან, იმიტომ რომ ისინი არიან იქ უმრავლესობაში და ნაციონალური მოძრაობის არა, ის თავიდანვე მაგას იძახდა. არა, ის თავიდანვე მაგას მიზანმიმართულად იძახდა. ნახეთ, თავიდანვე მიზანმიმართულად იძახდა. ამით ატყობდა როგორც ჩანს თავის ამომრჩევლსაც რაც შტერიგონია თუ ის ამბავი, ჩვენ ხმარო არ მიგვეცა, ვერ გახდებოდნენ ვერც თავმჯდომარე, ვერც თავმჯდომარის მოადგილე. უბრალოდ ვერ გახდებოდნენ. აბა მიდით ზუგდიდის საკრებულოში და ნახეთ რომ საკუთარი ფრაქცია გააუქმეს იმის გამო რომ თანამდებობები ქონოდათ. შესაბამისად მერე უბრალოდ აი ამ ამბების შემდეგ გაყოფა რომ მოხდა ეხლა კონკრეტულ მუნიციპალიტეტებზე რო გელაპარაკოთ, იქ ვიღაცები გადავიდნენ ახლებში და შესაბამისად ეხლა მაგალითად ზუგდიდში ახლები რო უფრო მეტი არიან, ახლებს აქვთ მაგათთან კოალიცია თუ რომ ჩვენთან იყვნენ და ჩვენი იმით მოხდა იქ ყველაფერი. ხა ის ხო ახლებსაც გახარია ხო ახლებსაც ნაცებს ეძახის ახლა მაგისთვის იმის კობახიძის და პაპუაშვილის რიტორიკაზე ის. ამიტომ მარტივად უნდა კითხოთ, აბა მიდი და კითხეთ ენას რო ატლიკინებს, მიდი და კითხეთ, ვინ მისცა ხმა იმას ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარე რო აირჩიეს თქო, ჩხოროწყუში რო აირჩიეს შენი საკრებულოს თავმჯდომარე, ხმა ვინ მისცა თქო. ამოიღეთ ოქმები და რამდენმა ადამიანმა მისცა ხმა, იქ მიხვდებით, არ უნდა ამას დიდი ფილოსოფია.